მოგესალმებით, წარმოგიდგენთ აიმის მორიგ ნამუშევარს, Mercedes, რომელშიც მოვაწყოთ მობილური ოფისი. გიჩვენებთ თუ როგორ გარდაუქმნით ეს ავტომობილი ბიზნეს კლასის ავტომობილად, რომელსაც საქმიანი ადამიანები აქტიურად იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. კარის გაღებისთანავე სავარძელი იწყებს ავტომატიზირებულად უკან მოძრაობას, რადგან მგზავრისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს სალონში შესვლა. მთლიანად შეიცვალა ინტერიერი, შეიქმნა ინდივიდუალური მრავალფუნქციური სავარძლები, დეკორატიული ზედაპირები მოპირკეთდა ნატურალური შპონით, დეკორატიული განათება. სალონი მთლიანად შეიკერა ნატურალური ტყავით და იატა კი საავტომობილო ხალიჩით. ამ შემთხვევაში ინტერიერის ფერები მთლიანად ფლობელის გემოვნებით შეირჩა. სამგზავრო სალონში დაემატა გათბობა კონდიცირება. სამგზავრო სალონის იზოლირებისთვის შეიქმნა ტიხარი. გვერდითა პანელში ჩამონტაჟებულია ყავის მომდუღარა ნესპრესო, რომელიც ასევე ავტომატიზირებულია. აქ ჩვენ გვაქვს მინიბარი. აი ესე მარტივად შეგვიძლია მივირთვეთ ცხელი ყავა ავტომობილში. რაც შეეხება ცივსასმელებს, ამისათვის გვაქვს მაცივარი, სხვათა შორის იგივე მაცივარი გვხვდება S-კლასის მოდელებში. გვერდითა პანელებში ორივე მხარეს ჩამონტაჟებულია ელექტროგასაშლელი მაგიდები. მარჯვენა მხარეს ჩამონტაჟებულია სეიფი. კოდით. აქ გვაქვს ღილაკი, რომელთაც უკავშირდებით მძღოლის სალონს, 220 ვოლტის წყარო, USB, რომელიც უკავშირდება მაგნიტოფონსა და ტელევიზორს. სასიამოვნო განწყობისთვის დამონტაჟებულია აუდიო სისტემა, საბუფერით და ორი ხმის გამაძლიერებლით. უკანა სავარძელიც არის ასევე მრავალფუნქციური და აქვს გათბობა ვენტილაცია. ტიხარში ჩამონტაჟებულია ბენგოლსონის ტელევიზორი, რომელიც მოძრავია და გვაძლევს საშუალებას თვალი ვადევნოთ გზას წინა ხედვის ვიდეოკამერის მეშვეობით. ავტომობილში ჩამონტაჟებულია ასევე ციფრული ტელევიზია და Wi-Fi. კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია, ყველა ამ ელექტრომოწყობილობის მართვა შეგვიძლია პლანშეტით და სმარტფონით. პლანშეტზე ხელის ერთი დაჭერით შეგვიძლია გავშალოთ მაგიდა. დავაანონსებ ჩვენ შემდეგ პროექტს. უნდა მოვაწყოთ ანალოგიური, ოღონდ უფრო კომფორტული სალონი. ერთი განსხვავებით, ვაპირებთ ავტომობილის 1 მეტრით დაგრძელებას.